მე გახლავართ ქარელის რაიფტიზიატრი ექიმი ციური კობერიძე. სურს გესაუბროთ ტუბერკულოზის შესახებ. მოგახსენებთ, რომ ტუბერკულოზი ამ ბოლო დროს ძალიან გავრცელდა მთელ მსოფლიოში, საქართველოში და კერძოდ კი ჩვენს რაიონშიც. უფრო მეც ვიტყვი, ქარელის რაიონი ითვლება როგორც არაკეთილსაიმედო რაიონი ტუბერკულოზის მხრივ. რადგან გახშირდა შემთხვევები ტუბერკულოზისა ბავშვთა შორის, მოზარდებსა და მოხუცებს შორის. ამ დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს აგრეთვე ის ცუდი სოციალურ-ეკონომიკური პირობები, რომელიც არის ახლა ჩვენს ქვეყანაში. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია შეიმუშავა ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგია და ტაქტიკა, რომელიც მდგომარეობს ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლაში, მისი გავრცელებისა, მკურნალობისა და საერთოდ ამ დაავადების ლიკვიდაციაში. დაავადებული კონტინგენტი იყოფა 4 კატეგორიად. აქედან 3 კატეგორია არის იმ 3 კატეგორიაში გაერთიანებულია ის ავადმყოფები, რომლებსაც აქვს სწავე პროცესი და საჭიროებენ აქტიურ მკურნალობას. ხოლო მეოთხე კატეგორიაში ეს არის უკვე ქრონიკულად დაავადებული ავადმყოფები და ისინი უკვე ექვემდებარებიან სიცოცხლის ბოლომდე იზონიაზეთ მკურნალობას. გარდა ამისა, საქართველო დაყოფილია 4 რეგიონად პირობითად. ჩვენი ქარელის რაიონი მიეკუთვნება გორის რეგიონს. ქარელის რაიონის გარდა გორის რეგიონში შედის კასპისა და ხაშურის რაიონებიც. ჩვენი მთავარი კოორდინატორი არის გორის ტუბდისპანსერის მთავარი ექიმი ბატონი რეზო ხინჭიკაშვილი. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია ჩვენ გვამარაგებს ჰუმანიტარული წამლებით, სულ არის 5 სახის წამალი, რომელიც სტანდარტების მიხედვით არის კომბინირებული. და ყველა ავადმყოფს ეძლევა ეს წამლები მკაცრი კონტროლის ქვეშ. ეს სტანდარტები მართალია შემუშავებულია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, მაგრამ შემდეგ უკვე დამუშავებული არის ჩვენი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და გადმოცემულია დარიგებულია უკვე ჩვენს ტუბ კაბინეტებსა და დისპანსერებში. ყოველი პიროვნება, რომელიც მოგმართავს ჩვენ, ვალდებულია გაიაროს სპეციალური გამოკვლევა და თუ რენტგენოლოგიურად და ლაბორატორიულად მას დაუმტკიცდება და უდგინდება ტუბერკულოზი, უკვე იმკურნალებს ჩვენი კონსულტაციისა და ზედამხედველობის ქვეშ. ყოველი ავადმყოფი მოდის კვირაში ერთხელ და ღებულობს 1 კვირის სამყოფ წამალს. ყოველი კვირის, ასე რომ ექიმი ნახულობს თავის ავადმყოფს ყოველ კვირას. ეს როდესაც სანამ პროცესი აქტიურია. ხოლო 2 ან 3 თვის შემდეგ, როდესაც უკვე პროცესი თანდათან ჩაცხრება და უკვე ალაგების სტადია იწყება, მაშინ უკვე ავადმყოფი ექიმს ხვდება თვეში ერთხელ. მე ვახსენე გამოკვლევა რა შედის გამოკვლევაში. პირველ რიგში ეს არის აუცილებელი გულმკერდის რენტგენოგრაფია. მე ხაზგასმით მინდა ვთქვა გულმკერდის რენტგენოგრაფია, რადგანაც ადრე ჩვენ ვაგზავნით ხოლმე ფლუოროგრაფიაზე. ეს არის ფლუოროგრაფია. ეს არის პატარა სურათი გულმკერდისა, მაგრამ თუ ჩვენ ნახავთ რაღაც საეჭოს ფლუოროგრამაზე, მაინც ვაგზავნით ხოლმე ავადმყოფებს გულმკერდის რენტგენოგრამის გადასაღებად. ასე რომ ავადმყოფი სხივდებოდა 2-ჯერ. ეს თავისებურ გნახავდა სიზნელეებს. ამიტომ ეხლავე თავიდანვე ავადმყოფი, რომელიც ჩვენ მოგმართავს, ვაგზავნით მას მაშინ რენტგენ კაბინეტში და ვიღებს ის ასეთ დიდ რენტგენოგრამას. ხოლო ნახველის ანალიზ და სისხლს უკვე ჩვენ ისმევა კითხვა, თუ მოსახლეობის რა კონტინგენტი უნდა შემოწმდეს ტუბერკულოზზე. ტუბერკულოზზე უნდა შემოწმდეს ყველა ის პირი, რომელმაც გადაიტანა ფილტვების ანთება 2-ჯერ ან 3-ჯერ ზედიზედ. ბრონქიტები რამოდენიმეჯერ, ან თუ ჰქონდა ამ პიროვნებას გრიპი, ზემოხსოვდი გზების კატარი, აქვს გახანგრძლივებული მშრალი ხველა, ოფლიანობა. აგრეთვე ის პირები, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივად დაბალი ტემპერატურა 37.1, 37.2 ან 3 ასეთ ფარგლებში. შეიძლება ჰქონდეს სულ დაბალი ტემპერატურა 95, ესე რომ 4 წუთამდე არ აღწევდეს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს რისკის ჯგუფის დაავადებანი, ეს არის შაქრიანი დიაბეტი,
12 გუჯანაწლავისა და კუჭისწყლოვანი დაავადება, ალკოჰოლიზმი, ეპილეფსია, შიცი და რა თქმა უნდა ნარკომანია. აი ეს პიროვნებები ყველა ვალდებულია მობრძანდეს ჩვენთან და ჩაიტაროს გამოკვლევა. გარდა ამისა, გამოკვლევას ექვემდებარება ყველა ის პირი, რომელიც კონტაქტში იმყოფებოდა ტუბერკულოზით დაავადებულ ახლობელთან, განსაკუთრებით კი ბავშვები. მინდა აღვნიშნო, რომ მოსახლეობაში ძალიან ხშირია თვითმკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ ანტიბიოტიკებისა და სულფანამიდების ფართო ასორტიმენტი გვაქვს, მაინც ატომღაც ტუბერკულოზურ პრეპარატებს ხმარობენ ხშირად. სეპტომიცინს და რიფამპიცინს. ამ წამლების მიღება ფტიზიატრის დანიშნულების გარეშე ყოვლად დაუშვებელია, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სავალალო შედეგი. კერძოდ კი წაშალოს ტუბერკულოზის კლინიკა. და იმაში, რაც ავადმყოფი თავის თავს უკვე გრძნობს კარგად, გონია უკვე გამოჯანსაღდა, 2 კვირის შემდეგ იქნება ეს თუ 2 თვის, ან უფრო შეიძლება რომ მოგვიანებით, მნიშვნელობას არ აქვს, უკვე იფეთქებს ტუბერკულოზი, მაგრამ მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს უკვე იქნება გვიანი შემთხვევა, მაწასული ფორმები, რომლის მკურნალობა ძალიან ძნელია და რთულია. ამიტომ ჩემთვის ხოვნა იქნება ფტიზიატრის დანიშნულების გარეშე ძალიან გთხოვთ აი ამ წამლებს, სეპტომიცინს და რიფამპიცინს, მიიღებთ. როგორმა კომპეტენტურმა პიროვნებამ არ უნდა დაგინიშნოთ იგი. შეიძლება ახლა წავამედაოს მე ჩემი ზოგიერთი კოლეგა და დამარცხნოს იმაში, რომ აი ეს წამლები ტუბერკულოზის გარდა შველიან სხვა დაავადებებსაც. დაგეთანხმებით, განსაკუთრებით რიფამპიცინი. იგი ბევრი დაავადების დროს არის მოწოდებული, მაგრამ დღესდღეობით როცა ტუბერკულოზის ასეთი ხშირი შემთხვევები გვაქვს, ხომ შეიძლება თქვენ ამოირჩიოთ წამლები აი იმ ანტიბიოტიკებისა და სულფანამიდების შორის, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს. რა თქმა უნდა, გამონაკლისი ყველგან არსებობს, თქაც შეიძლება იყოს თუ დაავადებას, თუ ის ანტიბიოტიკი არ შველის და მაინც ბრძოლობაზე ეს წამლები ამოითესა, რა თქმა უნდა, მაშინ აუცილებელიც არის მისი მიღება, მაგრამ ეს ხდება ხოლმე 1000-ში ერთხელ. ამიტომ ძალიან გთხოვთ, აი ამას მიაქციოთ ყურადღება და რიფამპიცინს და სეპტომიცინს ფტიზიატრის დანიშნულების გარეშე მიიღებთ. გახსოვდეთ, რომ ტუბერკულოზი, რაც უფრო ადრეული ფაზაში ხდება მისი მკურნალობა, მით უფრო ადვილი არის მისი მკურნალობა. ასე რომ, თუ კი თქვენ დროზე მოგბრძანდებით ჩვენთან და ჩაიტარებთ გამოკვლევას, მიიღებთ აი ამ სამკურნალო საშუალებებს, გაძლევთ იმის გარანტიას, რომ თქვენ განიკურნებით. გარდა ამისა, მინდა ვისარგებლოს შემთხვევები და მოგმართოთ ყველას, ვინც ჩვენთან იმყოფებით აღრიცხვაზე, ან ადრე იმყოფებით აღრიცხვაზე ტუბერკულოზის გამო, რომ მობრძანოთ და კვლავ ჩაიტაროთ გამოკვლევები. გარწმუნებთ, რომ ტუბერკულოზის თავიდანვე ჩატარებული მკურნალობა იქნება თქვენი გამოჯანმრთელების სრული გარანტი. გმადლობთ ყურადღებისათვის.